ყველაფერი თამაშით იწყება, ბავშვურად, გულწრფელად, სუფთად. თამაში იწყება იქ, სადაც გული იწყებს რხევას. როცა ბავშვი ბურთს პირველად ეხება. მიწაზე დახატულ წრეებში ბურთი გადადის ხელიდან ხელში და ეს ბურთი სიზმრის ნაწილი ხდება. მერე ვიგონებთ წესებს და როცა ამ წესებს ვეჩვევით, ვქმნით ისტორიებს. კადრი გააჩენს ფიქრის ნაპერწკალს და ფირი ამოძრავდება. თამაში გრძელდება მაშინაც, როცა ვერავინ გხედავს. იმიტომ რომ მოძრაობა შენ ხარ და კინო შენი მოძრაობის პროექცია. მოგესალმებით. სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიკეს დაჯილდოების ცერემონიაზე. ქალაქში, რომელიც თავად გავს ფილმს, უცნაური სინათლით, მოულოდნელი შემთხვევებით, მხატვრული დინამიკით. ბათუმი დღეს არის ქალაქი, სადაც კინო და სპორტი ერთმანეთს შეხვდა და სპორტი კინოენაზე ალაპარაკდა. სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიკე არის ახალი სვლა, რომლის პირველივე ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა. ფესტივალი ნიკე მსოფლიო სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის ფიქტის წევრი გახდა. სცენაზე ვთხოვ სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიკეს დირექტორს, ბატონ ზურა ხუციშვილს. ალბათ ეს სიმბოლურია, ზუსტად ბათუმში ტარდება ეს ფესტივალი, ვინაიდან ბათუმი არის ქალაქი, რომელიც აერთიანებს კინემატოგრაფს და სპორტს. რაც შეეხება ფილმებს, ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი იყო წარმოდგენილი, როგორც საქართველოსთან, ასევე საზღვარგარეთიდან, მაგრამ მე განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ფილმები, რომელიც იყო წარმოდგენილი რეტროსპექტივაში. ამისთვის პატრობას ვუხდი სტუდია მემატიანის დირექტორს ბატონ რეზო მახათაძეს. ამ ფილმებს ნახვა თქვენ შეუძლებელი, იმიტომ რომ სამწუხაროდ არც ტელევიზია აჩვენებს, არც არასდროს რაღაც ისეთი დარბაზი, არც თბილისში, არც ბათუმში, არც სხვა ქალაქებში, სადაც შეიძლება ასეთი ფილმების ნახვა. და მე მგონი შეიძლება ეს იყოს და ყველაზე დიდი ინტერესი ზუსტად ამ ფილმებად აღიქვამს. ქართული სპორტული კინომემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის ფესტივალი ნიკე აჯილდოებს რევარ მახათაძეს. რეზოს აქვს უდიდესი ღვაწლი შეტანილი ჩვენი ფილმების შენარჩუნებაში. არა მარტო სპორტული ფილმების, ყველანაირი ფილმების, ხატრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სტუდენტური, არა მნიშვნელობა და ისეთი რუდუნებით და ისეთი მონდომებით არის ეს კაცი ჩართული ამ საქმეში, რომ არ ვიცი რა, რეზო ერთმა გაძლება მოხდეს და დიდხანს იყო აი როგორც ესე ვთქვათ, ქართული კინო მემკვიდრეობის სადარაჯოზე რა და დიდი მადლობა, რომ შენ ის ფილმები გადმოგვეცი, რომელიც ვაჩვენეთ ჩვენ ფესტივალზე და მაყურებელი ძალიან ასეულები დარჩა. მერიდება კიდევაც, რომ ასეთი ხმამაღლა ჩემზე შედგა საუბარი. მე მგონი ქართულ კინოს უფრო დიდი პატრონი ჭირდება, ვიდრე რეზო მახათაძეა, შეუბატონებო, იმიტომ რომ 35 წელი ქართული კინო არის სულ რაღაცის მოლოდინში. და ქართულ კინოს როგორც ქვეყანასაც სულ გენერლები არიან, სულ დირექტორები არიან, სულ ყველა პოლიტიკოსია. ერთი ჯარისკაცი შევჭიდა ამ ჩემს ქვეყანას გადასარევად ამ საქმეს გავაგრძელებ, იმიტომ რომ ყავს ის გუნდი და ჩვენ გვაქვს ესეთი სიტყვა ვთქვით რა, 4-ეული ვართ, მუშკეტერები ვართ. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის. ამიტომ ქართულ კინოს ეშოვის. ეხლა როცა მიჭირდა რაღაცა სულ ყოველთვის მაქვს ურთიერთობა ჩემ მეგობრებთან, ცხონებულ ალექსანდრე ჟღენთან და მობახუტი ვართან და ეხლა წარმოდგენილი მაქვს რა სიტყვა და ალეგო რა. რა ნეკროლოგი გაგიკეთეს ბიჭო. ხოდა მარინას უთხარია მეტყოდა რომ მეტი არ ჩამატოს, თორე შეიძლება ზევით დახტო. მადლობა. ესე იგი, მიიღებთ ჯიაურის ზღვაც არ ჭირდება ხა წარდგენა და ვიცით
შინაურად ჩვენი მიშიბო რამდენი წერია კინემატოგრაფშია და მშვენიერ ფილმებს აკეთებს სპორტულ თემატიკაზე. ერთ-ერთი მემატიანია თვითონ ჩემო მიხეილ გიროცავ და გავიცი კიდევ მრავალი ფილმები გაგეკეთებინოს და გაგეხარებინოს ქართული ბავშვები. აი მართლა დიდი სიყვარულის მოგესალმებით, მართლაც თავისთავად არის სიყვარულის ქალაქი მე აქ ბავშვობიდან ხო, მაგრამ ტელევიზიაში მუშაობდი სხვათა შორის 2 წელი. და მშვენივრად ისე კარგად წავიდა ეს ჩემი დროინდელი პერიოდი, რომ ვცდობდა ხალხი და პატიჟებდნენ ხარ ბულვარში. და ნუ ხა ბათუმი მოგესალმებათ, გინდა სახში ყოფილიყარ და გინდა ამ ქალაქში. ერთსაგივე გზნობაა და ბოდიში მინდა მოგიხადოთ სათვალები რომ 3 კვირის წინ გავაკეთე თვალის ოპერაცია და ბოდიში. მადლობა დიდი. კიდევ მინდა აღნიშნო, რომ კომპანია ვინოტელმა, რომლის ხელმძღვანელი არის ბატონი ბენო ქაშაკაშვილი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, მხარში დავიდგა და დააწესა სპეციალური ღვინო გამარჯვებულებისთვის ფესტივალი გულება გიგოის და გენერალური. სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალ ნიკეზე წარმოდგენილი ფილმები დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მხატვრული ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი და გრან-პრი. პრიზი დააწესა ასევე საქართველოს კინოაკადემია. და ვიდრე თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულ ფილმებს დავასახელებდეთ, წარმოგიდგენთ ადამიანებს, ვინცაც გადაწყვეტილება მიიღო. მარინა კერესელიძე, ჟიურის თავმჯდომარე, ხელოვნებათა მცოდნე, კინოს კრიტიკოსი და ჟურნალისტი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი, ირაკლი პაპავა, კინორეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი, არსენ არაკელიანი, კინორეჟისორი, დოცენტი, რაუს ტელესტუდიის ხელმძღვანელი, სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, მიხეილ ჭიაურელი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი, გიგა გვენცაძე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. მოგესალმებით ყველას, სამწუხაროდ დაჯილდოების ცერემონიალზე ვერ ვიმყოფები, მაგრამ ჩართული ვიყავი პროცესში, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან დიდი პატივი იყო ჟიურის წევრად ყოფნა, მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჟიურის ყველა წევრს, ჩვენს კოლეგებს, მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ კინოფესტივალის ორგანიზატორებს. ნამდვილად საინტერესო პროგრამა გახდათ წარმოდგენილი და ვფიქრობ სამართლიანად იქნა შერჩეული საუკეთესო ფილმები. კინემატოგრაფის მოყვარულთათვის, სპორტის მოყვარულთათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის არსებობა და მინდა უსრო ორგანიზატორებს, რომ ეს ფესტივალი გახდეს ტრადიციული და ვფიქრობ ჩვენც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და ყველამ, ვინც ჩართული გახდათ და მომავალში ჩართული იქნება ამ პროცესში, ხელი უნდა შეუწყოთ კინოფესტივალ ნიკეს ორგანიზატორებს, რომ ეს ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს, რეგულარულად ჩატარდეს და უფრო მეტი ქვეყანა და ფილმი მონაწილეობდეს. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მიდის სანახავად. აიდან იწყება ქართული ჭიდაობის თავგადასავალი. ქართველი კაცი რო დაიბადა, მერձევე დაიბადა ქართული ჭიდაობა. ადგილის დედა ქართული ჭიდაობის მაინც სოფელია. ეს არის ჩვენი იდენტობა. ქართული ჭიდაობას აქვს თავის სული, წინაპრის სული. დღესდღეულების გამოცდილება ბრძოლის წესების ერთგვარი კოდექსი შეიმუშავა, რომელიც 3 მთავარ ორიენტირს აღიარებს. ჭიდაობაში გვაქვს 200-მდე ილეთი. ერთ ილეთს აქვს 3-4 კონტრიმეტრი. როგორია ტრადიციული ქართული საჭიდაო მოედანი. ეს ისტორიის დასაწყისიდან შემორჩენილია დღემდე. სოფლიო საჭიდაო არენებზე ქართველი მოჭიდავეების უპრეცედენტო წარმატების საიდუმლოც ქართული ჭიდაობის წიაღია. ქართველი სპორტსმენი ქართული ჭიდაობით არის გამყარი
ოლიმპიური ჩემპიონის და მსოფლიო ჩემპიონებიც. ეს არის რომ მიტყვი ხერხემალი ყველა დანარჩენი ჭიდაობის სახეობების. სად და როდის მოხდა ქართული ჭიდაობის პირველი წარდგენა მსოფლიო არენაზე რაშია მისი მთავარი ღირსება? იმსახურებს თუ არა ევროპის და მსოფლიო პირველობებზე ქართული ჭიდაობა დამოუკიდებლად ასპარეზობის უფლებას? გაიხსნება თუ არა მისთვის ოლიმპიური ოჯახის კარგი? This player forward, past the broken line, right hand side, stops, pirouettes on the edge of the D. Possible foul there by the Georgian defender, yes, and called by the referee. Took the man instead of the ball, which ran loose from El Hadawi, and he incidentally gets himself. ეხლაც თვალწინ მიდგას ჩემ ეზოში როგორ კენწლის ბურს ააგდო კეფით დაიჭირა მომიბრუნდა და მითხრა სმატრიეტაკ მოკ ტოლკა ყიფიანი იმაგუია თამაშობდა სოხუმის დინამოში მოგვიანებით საფეხბურთო კარიერა გააგრძელა სტავროპოლში მინსკსა და კისლოვოდსკში თამაშობდა თბილისის CSKA-ში 1972 წელს გახდა რესპუბლიკური დონის ხოლო 74 წლიდან საკავშირო დონის ფეხბურთის მსაჯი მონაწილეობა მიიღო საფეხბურთო კლუბ ცხუმის დაარსებაში, რომელიც დაარსებიდანვე თამაშობდა ახალ შექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში. გურამ გაბისკირია იყო ცხუმის პირველი პრეზიდენტი. პოლკოვნიკ გაბისკირიას სამხედრო კარიერაზე არასოდეს უოცნებია. მისი სამხედრო გამოცდილება სულ რაღაც 2 წლიანია და ისიც იმიტომ, რომ მშობლიური ქალაქის დამცველთა რიგებში იდგა და მისი ოცნება მაღალი კლასის ფეხბურთის თამაში იყო. სოხუმისა და მისი აღსრულების საბედისწერო 27 სექტემბერს გამთენიისას მოახერხა და მეუღლეს დაურეკა. Гамарджова, Вардес. Для меня большая честь, большая радость и большая гордость находиться здесь, с легендарными людьми рядом работать. И первый фестиваль, первый проводимый фестиваль, он самый незабываемый. Я рад, что в истории останусь как представитель жюри, который представлял Армению и видел все эти хорошие, прекрасные фильмы. И сейчас приз. Белая трава, лука. Это самый важный приз, потому что это будущее грузинского кино, а оно очень хорошее. დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს, მადლობა ჟიურის, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა დავით იმ გადასარევი ნახტამისთვის.
მადლობა თქვენ ალბათო მარი. ჟიურის გადაწყვეტილებით ჯილდოვდება ფილმი სოხუმის ფეხბურთელი მერი. ბატონი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის მინისტრი. პირველ რიგში მინდა ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ. ეს დიდი დასაწყისი, ძალიან დიდი გზის დაწყება ყოველთვის ძნელია. დაწყება მთავარი და მე უკვე ყველაფერი კარგი იდეით, კარგი შინაარსით, კარგი მხარდამჭერებით თანდათანობით ძალიან დიდ თად გადაიქცევა და მინდა გისურვოთ წარმატებები და მოგილოცოთ გამეჩნევი ფესტივალი. ყველანი ჩვენთვის იყო და ამხელად ზაიმტომ გავიმოვიარეთ, რომ ვიცოდით, რომ ჩვენი ფილმიც მონაწილეობდა და ხაზი უნდა გაუსვა, რომ აქ იყო მემატიანებზე საუბარი და მეც სიამაყით უნდა წარვადგინო ბატონი ენემეო სიდიანი. ის არის ერთ-ერთი მთავარი მემატიანე ჩვენი აფხაზეთის კინო პირების, ჩანაწერების, როგორ შეიძლება ითქვას, როგორც ჟურნალისტი, როგორც რეჟისორი, როგორც კომპოზიტორიც კი შეთავსების ცდილობს ყველა ამ სფეროს თავისი ესე ვთქვათ წვლილი შეიტანოს და მან გადაარჩინა უამრავი ჩანაწერი, მან უშუალოდ გადაიღო მათ შორის ბატონი გურამ გავისკირიას სხვადასხვა თამაშები და მისი ეპიზოდები, მათ შორის გმირული ეპიზოდები, რომელიც ბევრი ამ ფილმში და განსაკუთრებით ხაზი უნდა გაუსვა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმ დიდი ადამიანების დაფასება, რომელთა ღვაწლი და წვლილი საქართველოს ისტორიაში შეიძლება შეუფასებელიც იყოს და გურამ გაბისკირია არის ჩემპიონი ფეხბურთში და სპორტში. გურამ გაბისკირია იყო ჩემპიონი კაცობის და ღირსების და ის იყო მაგალითად იქნება მომავალი თაობებისთვის მაგალითი ქართული სულის გაუტეხლობის და ვაჟკაცობის და მისი მთავარი ციტატა რაც არის ისტორიული და მასაზრდოებელი ყველა ახალგაზრდასთვის, მათ შორის მე ბავშვი ვიყავი და ამ სიტყვებით გავიზარდე. Станете грузинами на колени никогда, никогда, никогда. Გაუმართლოს დღევანდელ поздравляю. Еще раз хочу всех поздравить и поблагодарить за прекрасное начало гениальной идеи. ეს არის ჟიურის სპეციალური ჯილდო. განსაკუთრებული ღვაწლისთვის, დამსახურებისთვის ვისარგებლებ მომენტით დღევანდელი დღის ფესტივალის გახსნით და საოცარი ღონისძიებით განსაკუთრებით აჭარაში და ბათუმში, იმიტომ რომ სანამ სოხუმში დავბრუნდებით, ჩვენთვის მეორე სოხუმი ბათუმია და მერტვაკნას მალე ჩვენ მასპინძლები ყოფილიყავით ჩვენთვის. ესეც იქნება ერთ-ერთი ისტორიული ჩანაწერი, ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ისევ ბატონმა ენებამ უნდა შეინახოს უკვე სოხუმში და ბატონმა ენებამ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ღვაწლისთვის, აფხაზეთის დოკუმენტური, ისტორიული მასალების შექმნისთვის, გაშუქებისთვის და განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზეთის საზოგადოების წინაშე გაჯილდოვებთ ბრძანებით და სიგელით დავამტკიცებთ ფორმას. ყველაზე კარგი სიტყვა მინდა თქვა, დიდი მადლობა. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მართლაც და რაც იმედია კიდევ გავაკეთებთ და აი სოფელში ჯობია დიდი მადლობა. მადლობის მინდა დავიწყოთ იდეის ავტორებიდან დაწყებული, ვინც გაიზიარა ამ ფესტივალის საჭიროება, ვინც დააორგანიზა, ვინც მოგზაურები, სტუმრები ხართ თუ მასპინძლები, ყველას გესალმებით გულითადად. ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ გურამ გაბისკირია არის საქართველოს ეროვნული გმირი, მისი გმირობის შესახებ იცის ქართულმა საზოგადოებამ, მაგრამ არც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ის იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ის იყო ფეხბურთელი თავის დროზე და კლუბ ცხუმის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი. ძალიან ბედნიერი ვარ, მთელი ცხოვრება შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზეთის კულტურის პოპულარიზაციას მიუძღვენით, ჩემთან ერთად იმუშავა ბატონმა ენემეო სიდიანმა როგორც რეჟისორმა, მხარდაჭერისთვის არ შემიძლია მადლობა რო არ უთხრა დევნილთა მინისტრ ბატონ დავით ფაცაციას და ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი ნებართვით ბატონო დავით დავაანონსებ, რომ 27 სექტემბერი იცით რომ ტრაგიკული დღე არის, სოხუმის დაცემის დღე არის და ჩვენ გვექნება ამ ფილმის ჩვენება კინოთეატრ ამირანში. მაქვს პატივი შემიძლია რომ მოგიწვიოთ ამ ფილმის ჩვენებაზე. დიდი მადლობა.
有名な人だっていうことはよく知っていたんだけれども。I used to have his glove hanging in front of my desk. ニコニコ笑って投げるスタルヒン。That was his character. Might be the big nose, but everybody says you look just like him. Gaijin means foreigner. If you didn't look Japanese, then you were gaijin. どうやらロシアの時代から持ってきたものがあったみたいで、これでなんか父のその出生のわからなかった部分が少しでも明らかになるんではないかと見たんですけれども、スパイだって言って密告されたりとか。Japan and the United States were drifting towards war, but both the Japanese and the Americans loved baseball. Daddy asked me, "Do you want to go to Japan?" When we arrived in Yokohama, it was absolutely unbelievable. Everybody's seen that iconic picture with the Japanese parasol. The rain's pouring down and the field is completely muddy. And the American players are, we're not playing in this. Babe Ruth said, if they can sit there in the rain, we can play baseball. Ladies and gentlemen, what a group of Hall of Famers walking onto the field. Wait, a brand new Japanese hurler takes the mound. The major leaguers are taken aback by this blue-eyed giant. My grandfather felt betrayed. The Japanese were yelling, to hell with Babe Ruth. Being a gaijin and a non-Japanese citizen in a country that was at war with half the Western world is not the most comfortable position for anybody to be in. 父はよく僕の野球人生裏切られっぱなしだったっていうことを周囲にいつも言ってたらしいんですけども。But I'm proud to be his daughter. Nationalmannschaft in einem Finale steht, dann steht sie im weltweiten Fokus. Ich werde es nie vergessen, dieses Gefühl, wenn man rausgeht, die Nationalmannschaft anführen zu dürfen als Kapitän. Man vertritt eine ganze Nation. Es ist eine Erzählung, die uns sagt, wer wir sind und sein wollen. Es ist die Idee, die Welt schaut uns zu. Die Welt macht sich ein Bild von uns. Ich glaube, Nationalmannschaft ist das allerletzte große Lagerfeuer, was wir in Deutschland noch haben. Es gibt keine andere Mannschaft, die es schafft, 30, 35, 40 Millionen Menschen gleichzeitig in ihren Bann zu ziehen. Man möchte sehen, dass sich jemand für sein Land zerreißt. Wenn man wissen will, wie sich dieses Land verändert hat ab den 50er Jahren, dann könnte man auch sozusagen Jahr für Jahr sich einfach ein Foto von Franz Beckenbauer angucken. Er war elegant, er schwitzte nicht, er musste nicht rackern, er hatte den Kopf immer oben. Er hatte Klasse, ein Anführer mit großer Persönlichkeit und großem Siegeswillen. Er war wahnsinnig ehrgeizig, unglaublich. Vielleicht war er so einer der ersten deutschen Weltstars wieder. Das ist schon ein Verdienst, aber auch eine wahnsinnige Bürde. დოკუმენტური ფილმი ბერლინიდან ბერლინამდე მანფრედ ოლდენბურგი.
ზუსტად ამ წუთში მე მივიღე პროდიუსერსგან მეილი, ვინც თქვა ძალიან დიდი მადლობა კოლნიდან, ვინც მე დიდი ხანი უკვე ვიცნობ კარგად, იმიტომ ერთად ემიზე ვიხავი ნიუ-იორკში. ეს კომპანია ბევრი სპორტული ფილმი უკვე აქვს გადაღებული, სპეციალისტები არიან გერმანიაში ძალიან ცნობილი და მანფრედ ოლდენბურგ ხო უკვე დიდი რეჟისორი არის, ვინც რამდენიმე ფილმი აქვს გადაღებული და მთელი იდეა ყოველთვის არის რომ სპორტი და სპეციალურად ფეხბურთი აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისათვის. თქვენ ალბათ იცით რომ გერმანიაში გახდა სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონი 54 წელს, 74 წელს და 90 წელს და ზუსტად 90 წელს. 2014 წელს. ანუ 4ჯერ ჩემპიონი. 4ჯერ? 4ჯერ. როდის მე 2014 წელს ბრაზილიაში. Okay. ამ ფილმისთვის მნიშვნელოვანი და არის ყოველთვის და ამ რეჟისორისთვის ზუსტად საზოგადოებისთვის სპორტსმენები აქვთ რაღაც პასუხისმგებლობა. ხო, იმიტომ სპორტის მერე ჩვენ ვნახავთ, ვინ ეხლა აქ არის და სპეციალურად თქვენი ფილმისთაც გუშინ ვნახეთ რომ ასაკოვანი ფეხბურთელები როცა ლაპარაკობენ თავისი მოგონებების და ამის შესახებ და რომ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა კიდევ სპორტსმენები აქვთ მერე თავის მეორე ცხოვრებაში, როგორც ფრანც ბეკენბაური მაგალითად ამ ფილმში რაც არის ყოველთვის ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ზუსტად ეს რეჟისორი ვინც ეხლა მიიღო ეს პრიზი მისი ფილმები ყოველთვის აჩვენებენ არა მხოლოდ სპორტი როგორც სპორტი, მაგრამ ყოველთვის ეს ფილოსოფია და ეს ნიშნულობა რაც აქვს საზოგადოებისთვის. იმიტომ დიდი მადლობა ჟიურისთვის, მანფრედ ოლდენბურგის სახით მე ვეთქვი დიდი მოგეთხოვა თქვენთან, დიდი მადლობა ფესტივალისთვის. ქართული სპორტული კინო წარმოადგენდა ალექსანდრე შხინტის გარეშე. ზე ჩასულანის შიტულემენ თაველები დაღლილ მხედარს ველისევ და აგიდას ნახტ ქართველებს იხსენებენ ქართველები გაიხსენე კაპიტან სიცველი მძნებარები და ხელდები ძველ სიმღერებს იგალობენ თავიდან ძველ მწვერვალებს არ დასთმობენ ქართველები არ ჩემ დასთმო კაპიტან დადგება ალბათ სადღაც გავჩერდები ძველ ადგილას საფლავებში ჩავიდან მაგრამ ვიდრე ერთად ვიბრძვით ქართველები გავიმარჯვებთ კაპიტან მარჯვების მოლოდინში კვლავ თეთრდები ქვეყნა ჩემბურს ბოლოს მაინც გაიდა ქართულ ფეხბურთს თამაშობენ ქართველები კაპიტან
არის დიდი პატივი ჩემი უფროსი მეგობრის, მასწავლებლის, შეიძლება ითქვას, ბატონი ალიკო ჟენტის სახელობის პრიზის მინიჭება, ასე ვთქვა. ბატონი ალიკოს ფილმები გამორჩეული იყო უაღრესი ნიჭიერებით, ისე იგი ასოციატიური აზროვნებით, ისეთი პარალელები ჰქონდა გაკეთებული და ისეთ კადრს დაინახავდა, რომელზეც იშვიათად თუ ძალიან ნიჭიერი არ ხარ ასეთი რამ მოახერხო. შესანიშნავად გრძნობდა მუსიკას კინოში და ესე ეთყობა კიდეც ამ ფილმის ერთ-ერთ ძალიან ფაქიზად უდგებოდა მუსიკალურ გაფორმებას ფილმების და მუშაობდა ისეთ კომპოზიტორებთან, როგორც ვაჟა აზარაშვილია და ასეთი შედევრებით დარჩა მისი ფილმებიდან, როგორც ახლა მოვისმინეთ. ფილმი, რომელსაც გვინდა ბატონი ალიკოს სახელობის პრიზი მივანიჭოთ, ეს არის ტოკიოს გიგანტი. თქვენ ახლა ნაწყვეტები იქნებით, ზუსტად ისეთი ფილმია, რაც ახლა ვილაპარაკე. როგორც ჩვეულა ბატონ ალიკოს უაღრესად პროფესიონალური და ძალიან ნიჭიერი ფილმია და მინდა ეს გადავცე ახლა ჩავდარ გეორგიევს. Gamarjoba to everyone in beautiful Batumi. My name is Chavdar, and I would like to express my gratitude for receiving an award at your festival. My film is about a young athlete who dedicated his life to baseball. But it's also a universal story about xenophobia, human narrow-mindedness, and the horrors of war. I believe the film resonates as much today as it did during the life of the main character, Victor Starfin. Didi Madloba, and I wish you the best. Hello everyone, hello dear colleagues, dear guests of Batumi International Sports Film Festival. My name is Anna Shalashina and I'm the producer of the film Tokyo Giant, The Legend of Victor Starfin. We are so happy to receive this award and thank you so much. It took us 9 years to finish the film. We worked on it with a big international team. Our director, Chavdar Georgiev, is from the United States. Our composer, Andrea Grant, comes from Italy. And there are so many other colleagues that helped us on the way to finish the film. And it's such a pleasure to see it travel and touch the heart of the international audience. Thank you so much. ჩვენ უზრუნველყოფთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლოს-ანჯელესში გადავაგზავნით ბატონ ჩავდართან და წინასწარ უკვე შეთანხმება მიღწეულია მასთან. ყველას ურჩევ ნახოს ეს ფილმი, ალბათ მოვახერხებთ მერე ფესტივალის გამარჯვებული ფილმების ჩვენებას მაინც და მაყურებლისთვის, ფართე მაყურებლისთვის და ძალიან მოხარული ვიქნებით თუ ამ ფილმებს ნახავთ. Ты готовился? Пойми, Максим, они задираются к тебе, что ты не такой, как они. Я хочу научиться драться. На ринге Макс Бультерьер. Больше не боятся, что я не такой, как они. Стронг матерый боец, и удар хорошо держит. Мой бультерьер таких, как он, до завтрак жрет. Не фартанул тебе, братан. Ты продукт. Бой за титул. Ты живой? Силы же тебя разодрали. Так это не твоя собака, что ли? Ты знаешь, как ему помочь? Весь день играет. Он прирожденный боец. Я его понимаю. Специально под себя подобрал бультерьера? Судьба свела. Антохе на замену боец нужен. До боя неделя остался. Такую возможность упускать нельзя. Мы не отдадим. Собака моя! Сможете забрать, будет ваш.
никогда не сдаваться. Даже если терпеть уже невозможно. Я понимаю, что для тебя это жизнь, но не ломай ее ради чужой забавы. Շատ ափսոս, որ հայկական սպորտը կորցրեց նման մարզիկի։ Обводы гельни. Правда, что вся колясков пацаненька. Ասիգին վերջին շանսս է։ Պետք է պարապի։ Որպես աշխարհի չեմպիոն հեռացի սպորտից։ Մեծ ռիսկի ես գնում։ Համոզված ես, որ հաղթելու ես։ Պետք է փորձեմ։ Так, слона подаю. Давай! Давай, показывай, где невеста! Что значит вроде живой? Надо везти в Кишинев. У нас ничего нет. Там была не моя вина. Ребята, что вы хотите от нас? Пришло приглашение на Паралимпийские игры. Там в программе есть дзюдо для слепых. Сам ты слепой. Скажи ему, что я готов. Как я его буду тренировать? Я даже водить его не знаю как. Я буду тебя тренировать. Брателло, спасибо. Ты где ты? Ты меня еще когда привез, а? Соревнования по дзюдо или художественной гимнастике? Ищи! Я что, только что позволил сборную? Слышь? Хаджиме! Веди! Ты здесь, чтобы меня сопровождать. Иди отсюда. Это мое решение. Пойдем, Ада. Презентарь не дойду. Gyorsan orvos! Megkapjuk szerintem. Engedd már el. De egyszerűen eladhatatlan a srác. Kevés aláig nincs a survive. Én nem vagyok népszerű ezen az istenverte interneten. Nekem nem küldik a lájkokat millió számra. Biztos, hogy ebben? Most baszott szét a brandet, amit felépítettél. Felépítettünk, hogyha már. Erről nem tudhat senki. Legfőképp Jenny. Remember, dance has no place for prejudice. Tehát ponos volt. Erotikus tartalomszolgáltató. Azoknak a kurváknak nem akartam gyűrűt venni! Az igazság szabaddá tesz. Nem érdemes várni. Nem tudom egyedül megmenteni a világot. Elég hamar feladtad. Боишься? Боюсь. А знаешь, где здесь прыгунов найти? Оля! Я тебе что говорила про разговоры с незнакомцами? Да ладно тебе, Лёль, ты чё? Звезду не узнала. Это же Владислав Фокин, чемпион России по прыжкам в воду.
Тягануть с 8-этажного дома, знаете, тоже надо настроить. Просила. Не советую прислушаться. Так тренируй. Я не против. У вас тут все так просто? Ну да. У нас у всех здесь все просто. Где-то с полгода назад в Крыму произошел ряд дерзких ограблений. Прыгают прямо со скал. А там, на секундочку, 30 метров высота. Но я сразу вспомнил про моего друга и его сына-чемпиона. А что, если Влад поедет на эти соревнования, познакомится с местными, заодно и узнает, что к чему? Это что? კიდევ ერთი მოწონება. One more like. Robert and Monica, please. I'm very nervous. This is the first time I have to speak like this. It's a great joy and a true honor to stand here on the stage to Batumi. Nikki is the goddess of victory, the pattern of the best. But today we are all winners. Winners because we are part of the community that creates diverse and unique ways, that sees the world from different perspectives, yet agrees on one fundamental thing: we believe in the power of sport. Today's world needs the value that sports conveys. Festival like this dedicated creators passionate films. Sports moves always carry a mission. They highlight in a powerful and much needed way the blood, the triumph, and the unseen sacrifice. Athletes often push beyond their limits, beyond their own shadows. They experience emotional heights and lows, testing the euphoria of victory or the crushing path of loss. The choice that demands from a never-ending labyrinth, one can be led in understanding, because this is what sport is also about: self-knowledge. A sincere mirror, one that can uplift, but sometimes hurt as well. Just like the story of One More Like, which our movie talks about. Real events, current dilemmas, moral questions, all measured by the moral compass of sports. There are the values we want to carry forward together with our creative team, with director Károly Párfai, and through our future film as well. Because we are also a team, 12 people, friends, who step onto the field not for the sake of the winning, but for the love of the game. We are deeply grateful to Batumi, to the festival organization, and to the jury for giving us the chance to step on the field and present our work in this wonderful place. Thank you very much. მამამ ჭედლიძის ფილმი პირველი მერცხალი 50 წლის გახდა.
ნოცა საუკუნის გარიგზაზე თითქმის მთელ ევროპაში იყიდებს ფეხს. ამ მოვლენას არის ქართველები ჩამორჩენს. ქალაქ ფოთში შეიქმნა ფეხბურთის მოთამაშეთა გუნდი. ვერცხალმა რამდენიმე საერთაშორისო თამაში ჩაატარა და ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა. ვერცხალი ამართლებს თავის სახელწოდებას. თამაშობს სწრაფად, სულკად და ოქი მოიგებს უსელა, მესამე. ნამუსიან თამაშობს. ჩხუბი დაკალმაღალი არ გაიგონა. Hey, boss! Yes, sir! They want to play football. I wonder if they know how to play football. That'll be fun anyway. I'm sure they have a ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა ნიკემ პირველმა აღნიშნა ეს ფაქტი და დააწესა ნანა მჭედლიძის პრიზი. სცენაზე ვთხოვთ კინორეჟისორ ნანა მჭედლიძის ქალიშვილს, ქალბატონ მაგდა მჭედლიძეს. ძალიან დიდი მადლობა ესე მიღებისთვის 50 წლის შემდეგ ფილმის ძალიან გამახარე ამ ამბავმა. ხა დავიკითხავ მედლის მეორე მხარე ანა მაქსიმი. დიდოს გავაცებთ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის კონსულს გამოდო მანეს. Արտադրական կազմակերպիչներ, հարգելի ժյուրի անդամներ, հարգելի ներկաներ, պատրիցեմուլո ստումրեվո, պատրիցեմուլո օրգանիզատորեվո, պատրիցեմուլո դամսրեվո։ Որպես Բաթումում Հայաստանի Հանրապետության գլխավոր հյուպատոս, իմ համար մեծ պատիվ է ստանալու այս մրցանակը, որը տրվել է հայ կինոգործիչներին, մասնավորապես տաղանդավոր ռեժիսոր և դերասանուհի Աննա Մաքսիմին։ Ჩემთვის დიდი პატივია, როგორც სომხეთის რესპუბლიკის გენერალ კონსული, ბრძანდები აქ და ღებულობ, ანუ გადასაცემად ნიჭიერი, სომეხი ნიჭიერი შემოქმედის, რეჟისორის ფილმის ჯილდოს Աննա Մաքսիմის։ Շնորհակալություն կազմակերպիչներին և ժյուրիի անդամներին բարձր գնահատականի համար։ Շնորհակալ եմ։ მერგო ეხლა რომ გადავცე შესანიშნავი პრიზი, ჩემის აზრით მომავლის პრიზი, ისეთ ფილმს, რომელიც თქვენ აქ იხილეთ, ქართული ჭიდაობა აღმავლობის გზაზე ასევე. უпростоრედ ხდება მისი
ოლიმპიური სახეობის ხცევის პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესის წარმოებაში ლომის სტილი მიუძღვის აქ ჩვენ სტუმარს ბატონ გიორგი შიუკაშვილს. ფესტივალი ნიკეს ორგანიზატორებს ჟიურის ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ფილმის გადაღებაში ერთად მიიღო მონაწილეობა ხაზგასმით მინდა რუსულ დანძნელაძეს უთხრა დიდი მადლობა მე მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც ამ ფილმში არის გადაღებული, ქართული ჭიდაობის დიდ ფალავნებს, მოჭიდავეებს, მინდა მოგესალმოთ ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა გითხრათ ბრძანებისათვის, მინდა მადლობა უთხრა უფალს და ჩვენ წინაპარს. ეს ფილმი ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს მომავალი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციისათვის და ბევრი გაიგებს და ბევრს იმედი ექნება, რომ არსებობს ტრადიცია, არსებობს ჯანმრთელი ცხოვრება, არსებობს წინაპარი და შთამომავალი. მადლობა უფალს. დავიდეთ ვის ეკუთვნის ფესტივალის გრან-პრი. ვაგთხოვთ ბატონო ზურა. ჩვენი ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა და პირადად მე მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვინდამ ჯილდო, სპეციალური ჯილდო გადავცეთ ლეგენდარულ ქართულ სპორტსმენს, ლეგენდარულ ქართულ ალპინისტს, დამსახურებულ პირობას ბატონ ბენო ქაშაკაშვილს. არა იმიტომ, რომ ის ფესტივალს მასში გავუდგარი, ეს არის პირველი ქართველი, ვინც მეხი დადგა ევერესტზე. გარდა ამისა, ბატონ ბენოს წვლილი აქვს ასევე შეტანილი კინემატოგრაფში, ვინაიდან ჩვენ ფესტივალზე ვაჩვენეთ მის მიერ გადაღებული ფილმი სუალტო. მოგეხსენებათ, რომ ამ მწვერვალზე იტალიაში დაიღუპა მიხეილ ხერგიანი და თქვენ ბატონო ბენო და თქვენმა ჯგუფმა განახორციელეთ იქ ექსპედიცია და ძალიან საინტერესო ფილმი იყო, მე ძალიან მომეწონა, მაყურებელიც დარჩა ნასვენი. ბატონო ბენო, მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ქართული სპორტის და ქართული დოკუმენტური სპორტული კინოს გამეჯვარებაში. ორმესი მადლობა თქვენ, ბატონო ზურა. მაიას მინდა მუხლდრეკით, აგრეთვე დიდი პატივისცემით გამოვხატო ჩემი ემოცია. აი არ მოველოდი რა, აი ნამდვილად გეუბნებით არ მოველოდი, ეს არის ქართული ტრადიციული კულტურის წარსულის დაფასება. ეს არის დღესასწაული ისტორიის და ეს არის დასაწყისი ჩემი აზრით ძალიან გონიერი ორგანიზაციის, სადაც ისეთი თაობა, რომელიც ღირსეულად დამსახურებულად ღებულობს და ვიხსენებთ წარსულს თბილად და ახალგაზრდების ჩართულობა კიდე ისე მესიამუნა უცხოელებზე არაფერს არ ვიტყვი, ქართველებზე ვამბობ, რადგან მათთვის მოტივაცია, ჩემთვის პატივია ესეთი სახელების გვერდზე, შიუკაშვილი, ჭიაურელი, რას ამბობ, ჭედლიძე,
აბსოლუტურად დაუმსახურებლად მიმაჩნია ეს პრიზი და თუ შეკრიბავთ ამ ადამიანებს თავის ჟიურის ჩათვლით ჩვენი ზომა ესეთი არ არის, მაგრამ სიამოვნებით გიმასპინძლებთ. გნებავთ თბილისში, გნებავთ კახეთში, გნებავთ ბაღდადში, ხვალვენ დადავართ. მადლობა ესეთი გაფასებისათვის და ესეთი ორგანიზაციისათვის. ეს არის კარგი мотиваცია დღევანდელი ლაკმუსის ქაღალდია, რომ ჩვენი კულტურა ვითარდება და ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს. მადლობა ამისათვის. და ფესტივალი ნიკეს კულმინაცია. გრან-პრი. Japan and the United States were drifting towards war, but both the Japanese and the Americans loved baseball. Wenn man wissen will, wie sich dieses Land verändert hat ab den 50er Jahren, dann könnte man auch sozusagen Jahr für Jahr sich einfach ein Foto von Franz Beckenbauer angucken. Er war elegant, er schwitzte nicht, er musste nicht rackern, er hatte den Kopf immer oben. Er hatte Klasse. Wenn eine Nationalmannschaft in einem Finale spielt, dann steht sie im weltweiten Fokus. Ich werde es nie vergessen, dieses Gefühl, wenn man rausgeht, die Nationalmannschaft anführen zu dürfen als Kapitän. Man vertritt eine ganze Nation. Es ist eine Erzählung, die uns sagt, wer wir sind und sein wollen. Es ist die Idee, die Welt schaut uns zu. Die Welt macht sich ein Bild von uns. მარინა კერესელიძე, ჟიურის თავმჯდომარე. ბატონებო, მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პარტივი იყო ასეთი მშვენიერი ფესტივალის ჟურის თავმჯდომარეობა და ვიდრე დავასახელებ ამ ფესტივალის მთავარ გამარჯვებულს, მინდა რამდენიმე მადლობა ვთქვა. მადლობა პირველ რიგში ფესტივალის ორგანიზატორებს, ჩემს მეგობრებს, რომლებმაც მრავალი თაობის, მათ შორის ჩემიც ნატურა ასრულეს რეალობად ახციეს, რასაც ძალიან ბევრი გვიფიქრია და გვიოცნებია. შეგვიძლია ვთქვათ დღეს თამამად, რომ ეს ფესტივალი, სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ეს სტარტი არის ნამდვილად წარმატებული, მრავალ ფესტივალზე ყოფილვარ და ამ საღამო ეს ჩემი აზრი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინდა მადლობა ვუთხრა მხარდამჭერებს, რომლებმაც დაინახეს, დაიჯერეს და საჭიროდ მიიჩნიეს საქართველოში ასეთი ფესტივალის არსებობა, დაინახეს მისი პერსპექტივა და შესაძლებლობები ქართული კულტურისათვის, ახალგაზრდობისათვის, სპორტისათვის, ზოგადად ისტორიისათვის. მადლობა მინდა უთხრა ფესტივალის სელექციონერებს, რომლებიც ძალიან მოკლე დროში შეარჩიეს საკონკურსო პროგრამა შემოსული ფილმებიდან და ძალიან გაგვიადვილეს ჩვენ ჟურის მუშაობა იმისათვის, რომ გამოგვევლინა საუკეთესო და ღირსეული. და დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს კოლეგებს, ჩვენ შესანიშნავ ჟურის ყველას, ვიმუშავეთ ძალიან კარგად, ძალიან ნაყოფიერად, ვიყავით კონსტრუქციულები, შევეცადეთ ყოფილიყავით სამართლიანები და ხელმძღვანელობდით ერთადერთი კრიტერიუმით. ეს არის ფილმის მხატვრული ღირსებები, რა თქმა უნდა, ფილმის მნიშვნელობა საზოგადოებისათვის, ქვეყნისათვის, ისტორიისათვის, ზოგადად კულტურისათვის, რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე არ დავტოვეთ ისეთი ფილმები, სადაც საუბარია პოპულარიზაციაზე, ამა თუ იმ სახეობის პიროვნების ხსოვნაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სპორტის საუბარო არის. უკიდეგანო და მის ცენტრში არის ადამიანი დიდი გამოწვევების წინაშე.
რაც შეეხება მთავარ გამარჯვებულს, გრან-პრი ამ ფესტივალის წესდებით ენიჭება ნებისმიერ ფილმს ამ სამი კატეგორიიდან, რომელიც არის წარმოდგენილი ფესტივალზე. სულ პატარა 5-10 წუთიანი ფილმი თუ იმსახურებს, შეიძლება გახდეს გრან-პრის მფლობელი. წელს ჩვენ ყურადღება შევაჩერეთ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ პროგრამაზე და შევარჩიეთ ფილმი, რომელიც ეძღვნება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა არა მარტო თავისი ქვეყნის ფეხბურთში, სპორტში და კულტურაში, რომელიც ქმნიდა ისტორიას არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე, რომლის ცხოვრება განუყოფელი იყო მისი ქვეყნის თავგადასავლიდან. ეს არის მრავალი თაობის კერპი და კაშკაშა ვარსკვლავი, არ მარტო გერმანიის ფეხბურთი, არამედ მსოფლიო ფეხბურთის არის ფრანკ ბეკენბაუერი, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა, რომელიც შარშან ასე ვთქვათ, წავიდა ჩვენგან და ეს იყო ადამიანი, რომელიც ამკვიდრებდა ღირებულებებს, რომლებიც ამ სამყაროს უკეთეს ხდიან. ფილმი ფრანც ბეკენბაუერზე, ეს არის ბეკენბაუერი, უკანასკნელი კაიზერი, რომლის ავტორი გახდა ოტენ არის შემოსული ბატონი ტორსტედი, მაგრამ შეთანხმება მიღწეულია, რომ გერმანიაში პრიზი გაიგზავნება მასთან. ფესტივალი ნიკე დასრულდა. ფესტივალი ნიკე იწყება.